მოგესალმებით, ძალიან მიხარია დღეს თქვენი ნახვა, ყველა ძვირფასი კოლეგისა და სტუმოქმედი თუ ყოფილი სტუდენტისა. მე მესმის, რომ ჩვენი ეს შეხვედრები პირველ რიგში უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ერთმანეთის სოლიდარობის ნიშანია და შესაბამისად მე ვეცდები, რომ ჩემი მხრივ რა სოლიდარობა შეიძლება გქონდეს უნივერსიტეტის იდეისადმი თუ უშუალოდ ჩვენი პროფესიის თითოეული ჩვენგანის მხრივ ჩვენი პროფესიის მიმართ სწორედ იმაზე ვისაუბრო. დღეს ჩვენ ისე დღეს შევიკრიბეთ 25 თებერვალს, რომ ცხადია გვერდს ვერ ავუვლიდით ამ დღის თემას. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ლიტერატურათმცოდნეობით თემებზეც და ქართული მე-20 საუკუნის 21 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზეც ვმსჯელობთ, მაინც ვერ ვუვლით ვერასოდეს გვერდს საქართველოს გასაბჭოებას. ჩემი გამოცდილებით ყველა სტატიაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც უცხოელი კითხველისთვის არის განკუთვნილი, ჩვენ გვიწევს ქართული სინამდვილის და მე-20 საუკუნის ერთგვარი კოსმოგონიის ჩვენებაც. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მე-20 საუკუნე დავიწყეთ როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილმა, თუმცა ეს იყო უკვე 60-იანელების მიერ მოდერნიზებული და ევროპეიზებული ერი და სწორედ ამ ერმა შეაბიჯა მე-20 საუკუნეში, თუმცა ეს ნაბიჯები თვით მე-20 საუკუნეშიც არ ყოფილა იოლი და ჩვენი ქვეყნისთვის მე-20 საუკუნე დაიწყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობით. ეს თარიღიც ყველასათვის ცნობილია საქართველოში, მაგრამ იმისთვის, რომ სწორედ მე-20 საუკუნის ლიტერატურის კოსმოგონია წარმოიდგინოს თუნდაც გარეშე მკითხველმა, თუნდაც უცხოელმა მკითხველმა თუ ახალგაზრდამ, რომელიც მოდის უნივერსიტეტში საკითხის შესასწავლად, მართლაც ასეთი თარიღებით ეს ერთგვარი ნიშანსვეტებით ვსჯელობთ ხოლმე იმაზე, თუ რა ისტორიული კონტექსტი და რა ნაციონალური კონტექსტი უძღვის წინ იმ ლიტერატურულ სინამდვილეს, რომელიც ჩვენი უშუალო შესწავლის საგანია. 1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობით ყველამ ვიცით, რომ საქართველოში როგორც გალაქტიონი იყო და ეპოქა დასრულდა დიდი, ანუ სინამდვილეში ალბათ დასრულდა სწორედ ის იდილია, რომელიც გულისხმობდა ქართველი ერის რწმენას, რომ ჩვენ პროგრესისაკენ წავიდოდით თანმიმდევრული ნაბიჯებით. 1917 წელს მოვლენები ცხადია იცვლება, მაგრამ მანამდე მე მინდა ერთი დეტალი გავიხსენო ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ეს არის 1915 წლის იანვარში აკაკი წერეთლის გარდაცვალება. რამდენიმე დღეში მიხეილ ჯავახიშვილი დაწერს გამოსათხოვარს გაზეთ საქართველოში გამოქვეყნდება, იმიტომ რომ იმ დროს მიხეილ ჯავახიშვილი საქართველოს კორესპონდენტია, ის აშუქებს პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობას და სხვადასხვა ძალიან მწვავე საკითხებს, მაგრამ აკაკი წერეთელს ამ სიტყვებით გამოეთხოვება, რომ რამდენიმე კვირის წინ რამდენიმე ორიოდე თვის წინ შემხვდაო და როდესაც მოვიკითხე როგორ ახარო, აკაკის კითხა ცხადია მასე ახალგაზრდა ადამიანმა და უკვე აღიარებულმა მწერალმა თუ როგორ იყო, აკაკის უთქვამს ასეთი სიტყვები. რადგან ღმერთმა ჩემთვის ამდენი ხანი გამოიმეტა საცხოვრებლად, იქნებ ორიოდე წელი კიდევ გამოიმეტოს და მოვესწრო იმას, რომ როდესაც წუთისოფლის გრიგალი დაცხრება, ჩემი ქვეყნის სიომაც დახპეროს და როდესაც ამ ქვეყნის ალი ჩაქვრება, ჩემი ქვეყნის სანთელიც დაინთოსო. ცხადია, ასეთი მეტაფორებით აკაკი წერეთელი ესაუბრება მიხეილ ჯავახიშვილს და ის გულისხმობს იმას, რომ მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომი, ქვეყანა მართლაც გრიგალსა და ცეცხლის ალშია გახვეული, მაგრამ საქართველოში და ეს სწორედ აკაკის სიტყვებიდანაც ცხადი ხდება, არის მოლოდინი იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომი დასრულდება რუსეთის იმპერიის დაშლით და შესაძლოა ამან მოიტანოს საქართველოს თავისუფლებაც, საქართველოს გათავისუფლებაც. აი ასეთი მოლოდინები, როგორც ხედავთ ჩვენ რუსეთის 17 წლის ორი რევოლუციის პირას უკვე არის ქართულ სინამდვილეში, ქართულ კულტურულ სივრცეში. და იგულისხმება, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ისეთ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება, რომელსაც შეუძლია შექმნას
თავისუფალი ქვეყანა და როგორც გრიგოლ ორბელიანი ამბობდა და ამ სიტყვებს ძალიან ხშირად ვიმეორებდა, ილიაც ხშირად ვიმეორებდა, ეს ჩვენ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის. მართალია გრიგოლ ორბელიანის ცნობილ ტექსტში თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში ეს სიტყვები სიმწრით არის ნათქვამი, რომ ჩვენ მხოლოდ აი მისწრაფება გვაქვს, რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის, მაგრამ დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის დამცირებულ გზაშეუვალ ტყეში, უდაბურ ტყეში დანგრეულ ტაძარს. ამ ტაძარს ადარებს ბეთანიის ტაძარს ადარებს გრიგოლ ორბელიანი საქართველოს. მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათეულ წელიწადში საქართველო აღარ გრძნობს თავს დამცირებულად და უდაბურ ტყეში მიგდებულ ერად ხალხად. ის გრძნობს თავს როგორც ერად, რომელსაც შეუძლია შექმნას დასავლური ერების გამოღვიძების მსგავსი პროცესი და ეს პროცესი შექმნა სწორედ ლიტერატურის მეშვეობითაც. 1917 წლის თებერვლის, ხოლო შემდეგ ოქტომბრის თუ 7 ნოემბრის რევოლუციას მოხვება თან ქართულ ლიტერატურასა და კულტურაშიც გასაოცარი პროცესები. ეს არის ქართული მულტიკულტურული მოდერნიზმისა და ავანგარდის წლები, როდესაც საქართველო იქცა დაცულ ნავთსაყუდელად, ასე ადარებენ მას ის რუსი დევნილობაში მყოფი ავტორები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, სწორედ მოდერნისტები და ავანგარდისტები. ისინი ჩამოდიან საქართველოში, იმიტომ რომ იპოვონ თავშესაფარი, იპოვონ საზრდელი საკრები და სასმელიც და იმიტომ რომ მართალია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ აქვს ამ პერიოდში გაცხოვრებული ვაჭრობა გარესამყაროსთან, მაგრამ ყველგან აღინიშნება და ეს მემუარებში წერია ხოლმე, რომ პური და ღვინო უხვად არის ამ დროს საქართველოში. და სწორედ ამ პურის და ღვინის ირგვლივ, ამ ტრაპეზის ირგვლივ შეკრებილი ქართველი და რუსი ავანგარდისტები და მოდერნისტები ქმნიან საქართველოში იმ უნიკალურ სიტუაციას, რასაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მსოფლიო ავანგარდის და მოდერნიზმის რუკაზე დღეს ნამდვილად ჩახედული ექსპერტები აღარ დავობენ, რომ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. რითი განსხვავდებოდა ეს წლები თუნდაც დღევანდელი წლებისგან? სინამდვილეში ის, რაც ჩვენ ვნახეთ 1917-18 წლებში და რაც ჩვენ ვნახეთ, რასაც ვხედავთ თბილისში 2022 წლის მოვლენების შემდეგ, შესაძლოა თითქოს მსგავსია იმისა, რომ რუსეთიდან მიგრანტების დიდი ნაკადი მოდის. მაგრამ კულტურული თვალსაზრისით ეს იყო ორი ურთიერთგანსხვავებული პერიოდი. დამოუკიდებელი საქართველოს წლებში იყო ძალიან დიდი ინტერაქცია ქართველი და რუსი დევნილობაში მყოფი ავტორებისა, როგორც ჩანს, განსხვავებული იყო პოპულაციაც მიგრანტებისა, რომელიც ჩამოდიოდა საქართველოში, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ, იმ დროინდელ ტიფლისში ჩამოდიოდნენ 1917-18 წლებში, ძალიან ბევრი იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ფიგურა, დაწყებული ალექსეი კრუჩონიხით, რომელიც რუსული ფუტურიზმის და ზაუმის უმნიშვნელოვანესი ავტორია, დამთავრებული იმ ადამიანებით, რომლებსაც გარკვეული ფესვები ჰქონდათ საქართველოში. მაგალითად, ფუტურისტი ქალი ტატიანა ვიეჩორკა, რომლის მამაც რკინიგზის ჩინოსანი იყო და ტატიანამაც ამ ქალაქს მოაშორა, მისი დედა ჯერ კიდევ აქ ცხოვრობს. აღარაბარს ვამბობთ ილია და კირილს დანევიჩებზე, რომლებიც სინამდვილეში ქართველი ავტორები და ქართველი ავანგარდისტები არიან. რა თქმა უნდა, რუსული ავანგარდის რუკაზე ისინი უფრო მონიშნულნი არიან, მაგრამ ესეც ჩვენი ამოცანაა, რომ მათი საქართველოსთან ბმა ვაჩვენოთ. ისინი ქართველი მუსიკოსი დედის და ფრანგულის პედაგოგი პოლონელი მამის შვილები არიან, თბილისში გაზრდილი და დაბადებული არა, ერთ-ერთი არ იყო თბილისში, კოჯორში იყო სხვადასხვა დაბადებული, როგორც მახსოვს. ანუ ეს სინამდვილე, ეს სიტუაცია უკავშირდება ერთობლივი ლიტერატურული საღამოების მოწყობას, ერთობლივი შეხვედრის ადგილების მოწყობას და ეს შეხვედრის ადგილები არის კაფეები, იმდროინდელი კაფეს კულტურა, მოდერნისტულ ავანგარდისტული კაფეს კულტურა არის ძალიან ძლიერი და საქართველოშიც, თბილისშიც იხსნება ჯერ რუსი ავანგარდისტების მიერ დაფუძნებული კაფეები, მაგალითად ფანტასტიკური დუქანი, ფანტასტიკ გაბაჩოკ და მერე იხსნება უკვე ქართველების მიერ შექმნილი ასეთივე ლოკუსები. პირველი, რა თქმა უნდა
უნდა დავასახელოთ ქიმერიონი, უშუალოდ ცისფერყანწელების ინიციატივით შექმნილი ტერიტორია. ანუ ამ ღონისძიებებში ერთობლივად მიდის ლიტერატურაზე საუბარი, მიდის დებატები მაღალ მოდერნიზმსა და ავანგარდიზმს შორის. ცისფერყანწელები მაღალი მოდერნიზმის ადეპტები არიან, ხოლო რუსი ავანგარდისტები და ფუტურისტები ცხადია ევროპის ექსპერიმენტაციის იდეებით ესაუბრებიან მათ და ამ დებატებში ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო იდეები იბადება. სხვათა შორის პაოლო იაშვილი რუსეთიდან ჩამოსულ ავანგარდისტებს უწოდებს ბრაძაჩი საბაკი. თავის რუსულ ექსპრომტში სწორედ ასე უწოდებს, იმიტომ რომ პეტერბურგის ცნობილი ავანგარდისტული კაფეს სახელის გამოძახილია აქ ბრაძაჩი საბაკა ცნობილი კაფე იყო და სწორედ იქედან წამოსული ეს მაწანწალაც აღლებიო საქართველოში ჩამოვიდნენ და ჩამოიტანეს თავიანთი სულისკვეთება. ანუ რა მოიტანა ამ პერიოდმა ქართული საზოგადოებისთვის? მე მჯერა, როდესაც მართალია იმ დროის მომსწრენი შეიძლება ჩვენ ჯერ კიდევ შევესწარით იმ უფროსთაობის ადამიანებს, პროფესორებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებსაც შეეძლოთ გარკვეული ისტორიები მოეყოლათ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც ვსწავლობდი, ერთ-ერთი ასეთი შემსწრე ცოტათი ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ისეთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ეს ისტორიები გადმოეცა, სერგი ჭილაია, ასწავლიდა იმავე კათედრაზე, რომელზეც მე სტუდენტი და მე უკვე ასპირანტი ვიყავი, მაგრამ ეს ასრთა გამოცვლა ადვილად არ ხდებოდა და ისინი ადვილად არ გვიამბობდნენ ამ ისტორიებს. ისევე როგორც მაგალითად სიმონ ჩიქოვანი უკვე სტალინის და პოსტსტალინურ პერიოდშიც მუშაობდა ქართულ რედაქციებსა და ჟურნალებში, მაგრამ ის ახალგაზრდები, რომელსაც ის უამბობდა ისტორიებს დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან, იყვნენ ძალიან ცოტანი. მე როგორც ვიცი, ოთარ ჩხეიძე იყო ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა ავტორი, რომელსაც სიმონ ჩიქოვანი გაენდობოდა და უამბობდა ხოლმე. თუმცა ეს პერიოდი კიდევ ერთხელ ვამბობ, აღმოჩნდა რომ არის დღეს, უბრალოდ საბჭოთა პერიოდში იყო საკმაოდ მიჩხნაული და დღეს ნელ-ნელა ამოდის ზედაპირზე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ 20-იან და 30-იან წლებში, 30-იან წლების დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ქართულ ლიტერატურაში დამოუკიდებელი და თავისუფალი ესთეტიკური ნაბიჯების გადადგმა, ამ პერიოდს თავისი კვალი ნამდვილად ჰქონდა და ამას მიუბრუნდები ცოტა ხნის შემდეგ. და როდესაც ეს დამოუკიდებელი საქართველოს წლები ესე სასტიკად და ერთბაშად დასრულდა დღევანდელ დღეს 105 წლის წინ საქართველოს ოკუპაციით, ჩვენთან ნამდვილად კიდევ ერთხელ ერთი იმედების და მიზანსწრაფვის პერიოდი ჩაიმსხვრა. ამ დღეებში ციტირება ხდება ხოლმე გირი ღამბაშიძის სიტყვებისა, რომ საქართველოს ყველა 7-ვე ვარსკვლავი ჩამოვარდა და შესაბამისად ეს მერანიც გადაიჩეხა. შესაბამისად, ანუ ეს ასეთი მეტაფორები ბევრია, მათ შორის ქართულ პოეზიაში შეგვხვდება ასეთი მეტაფორები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კულტურული გავლენა და კულტურული კვალი ამ პერიოდმა ნამდვილად დატოვა. მე ერთი ციტატაც მინდა გავიხსენო ამჯერად ოსიპ მანდელშტამის მიერ ნათქვამი, ვიცით რომ ოსიპ მანდელშტამი სხვა რუსი მოდერნისტი და ავანგარდისტი ავტორების მსგავსად იყო საქართველოში დევნილობაში ბათუმის გზით ის გემიდან შავი ზღვით შემოსული გემიდან შეიყვანეს ჯერ კარანტინში, მაგრამ იგონებენ მემუარებში ვხვდებით მათ შორის ნინო ტაბიძის მოგონებებში, რომ ის ტიციან ტაბიძემ და ნიკოლო მიწიშვილმა დაიხსნეს ამ კარანტინიდან და მოუარეს და შემოსეს და გამოუშვეს თბილისში და გამოუწყვნენ თბილისში და აქ ჩატარდა მისი ლიტერატურული საღამოებიც, მაგრამ როდესაც მანდელშტამი დაბრუნდა რუსეთში, ეს ლიტერატურაცნობობაში კარგად ცნობილი ტექსტებია, ის იტყვის, რომ საქართველოში იმდენი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა არსებობს, მაგრამ რატომღაც ცისფერყანწელებიც უნდათ ამ მემკვიდრეობაზე ვარის თქმა და მათ უნდათ ევროპულ ყაიდაზე ქართული ლიტერატურის გადაწყობა. ამაზე ცისფერყანწელები ძალიან განაწყენდებიან და ისინი ცხადია თავის არგუმენტებს დაუპირისპირებიან, მაგრამ ამ არგუმენტებსაც მიუბრუნდებით, ერთი რამ თქვა მანდელშტამმა, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გულისხმობს, სურდა რომ თავი მოეჩვენებინა ისე, თითქოს მის ირგული ქვეყანა არ იქცევა და ყველაფერი მშვიდად მიდის და სხვების მიერ დაღვრილი სისხლით გაეღწია
სამშვიდობოსო. ესეც არ არის სწორი, როგორც ოსიპ მანდელშტამი საქართველოს სინამდვილეს იხსენიებს, იმიტომ რომ საქართველომაც და ქართველებმაც ბევრი სისხლი დაღვარეს და მარტო სხვების მიერ დაღვრილი სისხლით არ უნდათ მათ ბედნიერი და ევროპული ტიპის და დემოკრატიული ქვეყნის მოწყობა. ქართველების წილად პირველ მსოფლიო ომშიც ბევრი სისხლი დაიღვარა, ისევე როგორც ქართველების სისხლი დაიღვარა რუსეთ-თურქეთის იმ ომებში 1870-იან წლების პერიოდს გულისხმობ, რომლის შედეგადაც საქართველოს დაუბრუნდა დღევანდელი აჭარის და უფრო მეტის დღევანდელი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიები, ანუ ის რომ ქართველების დაღვრილი სისხლი რუსეთის იმპერიის სახელით საქართველოსთვის გაღებული სისხლი იყო, ეს ქართველ მწერლებს ყველას ძალიან კარგად ესმოდათ. შესაბამისად, ოსიპ მანდელშტამის ეს შეფასებაც არ არის სწორი და ამაზეც განაწყენდნენ თავის დროზე ციფერყანწელები, მაგრამ განსაკუთრებით განაწყენდნენ იმაზე, რომ ოსიპ მანდელშტამი არ იწონებდა ქართული ლიტერატურის ევროპეიზაციის იდეას და ის ამბობდა, რომ ქართველებს არ სჭირდებათ ბოდლერის გზით სიარული და რომ დავუკვირდეთ, რომელ საქართველოს, რომელ თბილისზე და რომელ საქართველოზე არის შეყვარებული ამ შემთხვევაში ეს რუსი პოეტი, მინდა გავიხსენო მისი ცნობილი ლექსი „ნეწიფლის გარბატის ნიცა“. ყველას გვახსოვს შესაძლოა ეს ლექსი ქართულადაც თარგმნილია რამდენიმე გზის. გია ჯოხაძეს ჩვენს კოლეგას მანდელშტამიანა მთელი ვრცელი გამოკვლევა აქვს, მონოგრაფია გამოცემული მანდელშტამზე და ამ თემაზეც მიდის იქ საუბარი, მანდელშტამის ცნობილი ამ წერილის თემაზეც და ტექსტების თემაზეც. მანდელშტამი ამ ლექსში თუ დავუკვირდებით, ნოსტალგიური განწყობებით იგონებს, მას ესიზმრება ნოსტალგიური განწყობებით ის ტიფლისი, რომელიც არის თბილისის ორიენტალური სახე. ანუ ის თბილისი, რომელიც მაშინდელი შაითან ბაზრის და მეიდინის გარშემო იყო. და არა ის თბილისი, რომელიც ამ ევროპულ ტერიტორიას სოლოლაკს თუ რუსთაველს მოიცავდა და რომელშიც სინამდვილეში მიდიოდა ლიტერატურულ-კულტურული აქტივობებიც. შესაბამისად, ამ მოგონებებშიც, ამ ნოსტალგიურ მოგონებებში ჩვენ ვხედავთ იმპერიულ განწყობებს, კოლონიზატორულ განწყობებს, რომელსაც არ სურს, რომ ის ქვეყანა, რომელიც ასე ტკბილად აგონდება, იყოს განსხვავებული მისგან და ის ქვეყანა ყოველთვის უნდა რომ ეგულებოდეს თავისი ოცნებების და თავისი სიზმრების სტაგნაციურ გარემოთ და ამ ქვეყანაში არ მიმდინარეობდეს პროგრესი, არ მიმდინარეობდეს მოდერნიზაცია, თუნდაც არ მიმდინარეობდეს ევროპულ სივრცესთან დაკავშირება. საქართველოს ევროპეიზაცია და ქართული კულტურის გამართვა მსოფლიო რადიუსით, როგორც ვიცით, ცისფერყანწელების და მოდერნისტთა თაობის მთავარი ამოცანაა. შესაბამისად, ჩვენ ამ პერიოდშიც ვხედავთ რუსულ იმპერიულ დამოკიდებულებას ქართული კულტურის მიმართ, ისევე როგორც ვხედავთ ამას მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსული რუსი ავტორების ტექსტებშიც, პოეზიაშიც, იქნება ეს ბელა ახმადულინა თუ ევგენი ევტუშენკო, რომლისთვისაც ისევ და ისევ მოქმედებს ის კლიშე, რომ საქართველო უნდა იყოს მათი ერთგვარი კურორტი, საქართველო უნდა იყოს მათი სიამოვნების, მათი განტვირთვის, რელაქსის, უხვი პურგვინის ქვეყანა, სიმღერის თუ სიამის და არა ის ქვეყანა, რომელსაც საკუთარი გზით სურს სიარული. ეს მოდელი როგორც ჩანს საქართველოში სწორედ დამოუკიდებელი რესპუბლიკის წლებშიც მეტნაკლებად შეიქმნა და გაგრძელდა ასეც. რა მოხდა 1921 წელს 25 თებერვალს? საქართველომ ვიცით რომ მთლიანად შეიცვალა ისტორიული განვითარების გზა, გეზი და ლოგიკა, მაგრამ ასევე შეიცვალა ქართული ლიტერატურის განვითარების გზა და გეზი. შეიცვალა ლიტერატურულ-კულტურული პარადიგმა და სამწუხაროდ ჩვენ ვიცით რომ ეს ლიტერატურულ-კულტურული პარადიგმა, რომელიც შემოდის 20-იანი წლებიდან, მაგრამ სრულიად ისეთ სტაბილურ სახეს იღებს 30-იანი წლების ტოტალიტარულ, სტალინურ ტოტალიტარულ სინამდვილეში, არის კიდეც ის, რომელიც დღემდე ჩვენ მოყვება და რომელიც დღემდე თავის ზეგავლენას ამჩნევს ქართულ სინამდვილეს, მათ შორის პოლიტიკურ თუ სოციალურ სინამდვილეს. მაგრამ სანამ ამ პარადიგმაზე საუბარზე გადავიდოდით, მე მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც სწორედ ამ დღეებს უკავშირდება, რომელშიც არის შეცვლილი და სხვაგვარად მოთხრობილი ბევრი ამბავი, რომელიც ხდებოდა თბილისში თებერვლის დღეებში 1921 წელს. მათ შორის ერთ-ერთი ამბავია და რომელიც დღესაც შეგვხვდება და დღესაც შეიძლება სჯეროდეს ვიღაცას ამისი, ერთ-ერთი ამბავია ის, რომ პაოლო იაშვილი და ქართველი პოეტები თეთრი დროშით მიეგებნენ თბილისში შემოსულ ბოლშევიკურ ჯარს და ზეიმით დახვდნენ მას. იგივე ნინო ტაბიძის თუ სხვათა მოგონებებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ესეც არის საბჭოურად ინტერპრეტირებული და გაუსახურებული ისტორია, იმიტომ რომ პაოლო იაშვილის გადაწყვეტილებით და ქართველი ავტორების და ქართველი პოეტების გადაწყვეტილებით და სურვილით შეიქმნა ერთგვარი სამოქალაქო, სამოხალისეო რაზმები, რომლებიც მორიგეობდნენ თბილისის ქუჩებში, რომ ქალაქი ბოლშევიკი ჯარის მიერ აოხრებისგან ეხსნათ და რაღაცნაირად შეერბილებინათ ის შედეგი, რომელიც უცხო ჯარის და მტრული ჯარის შემოსვლას მოსდევს ქალაქში. შესაბამისად, ეს ვერსია, რომ პაოლო იაშვილი თეთრი დროშით და ზეიმით მიეგება ბოლშევიკებს, ისევ და ისევ საბჭოური ვერსია, ისევ და ისევ იმპერიული დისკურსის ნაწილია და ეს ვერსია არ არის ნამდვილად სანდო, ჩვენ არ შეიძლება გვჯეროდეს მსგავსი მომენტებისა, თუმცა იმას ვერ ავუვლით გვერდს, რომ პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს თუ სხვა ცისფერყანწელებს ჰქონდათ ბავშვობიდან სიყმაწვილიდან გამოყოლილი მეგობრული ურთიერთობები ქართველ ბოლშევიკებთან, ისინი ქუთაისის გიმნაზიაში ერთდროს სწავლობდნენ და შესაბამისად ბევრი რამ მათთვის გახდა შესაძლებელი. მათ შორის იმ შენობის გადაცემა მაჩაბლის 13-ში, რომელიც დავით სარაჯიშვილისეული შენობა იყო და დღესაც კი ეს შენობა ქართული წინააღმდეგობრივი სოციოკულტურული ვითარების ნიშანია. ის ხან საბჭოური მწერალთა კავშირის ხელშია, ხან მერე უკვე პოსტსაბჭოური და გაუსახურებული მწერალთა კავშირისა, მერე გადადის იმ ავტორების სივრცე ხდება, რომელთაც დასავლური და თავისუფალი განვითარების იდეები ამოძრავებდა. დღეს ისევ ის ხდება დღევანდელი ხელისუფლების გავლენის სივრცე, რომელთანაც ბოიკოტშია თავისუფალი ქართული მწერლობა. ანუ ესეთი ადგილები, ესეთი სივრცები და ესეთი ნიშანსვეტები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მე-20 საუკუნის ქართული კულტურის რეალობა გავიაზროთ და გავაცნობიეროთ. რა ხდება კიდევ ერთხელ რომ მიუბრუნდეთ 20-იანი წლების საქართველოში. 20-იანი წლების საქართველოში ჯერ კიდევ პირველი რამდენიმე წლის მანძილზე ქართველი მწერლები შესაძლებლად თვლიან და მათ მართლაც ეძლევათ შესაძლებლობა და არ არის ეს ძალიან აკრძალული და ძალიან ასე ვთქვათ დაცენზურებული, რომ თავიანთი სასურველი ესთეტიკის ფარგლებში წერონ ტექსტები. და ეს სასურველი ესთეტიკა ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში უბრალოდ დაშვებული ესთეტიკა არის მაღალი მოდერნიზმისა და ზოგ შემთხვევაში უკვე ექსპერიმენტაციის ესთეტიკა. ვიცით რომ ტიციან ტაბიძე ამ პერიოდში უკვე დადაისტური ესთეტიკით ინტერესდება. 1923 წელს პირველი საგამოიმართება ქართველი ფუტურისტებისა და 24 წელს უკვე გამოდის ის ჟურნალი ჰაშორიეს 4, რომელიც არის ქართული ავანგარდიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ჟურნალი დღეს მსოფლიო ავანგარდიზმის კვლევებშიც აღიარებულია როგორც უაღრესად ინტენსიური ესთეტიკური ექსპერიმენტებისა და ავანგარდისტული იდეების მატარებელი გამოცემა, ძალიან ჰოლისტური, გამთლიანებული. ანუ ის ფაქტი, რომ საქართველოში საბჭოთა საქართველოში ფუტურისტული ჯგუფი იწყებს მუშაობას, ორი რამით აიხსნება. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი გავლენები, უბრალოდ იმ დროის კულტურული პროცესების გავლენა, რომელიც დარჩა ქართულ კულტურასა და ქართულ სინამდვილეში, ხოლო მეორე ფაქტი ეს არის ის, რომ იმ დროის რუსეთში ჯერ კიდევ ნებადართულია ავანგარდისტული ჯგუფები. არსებობს ლეფი, არსებობს მაიაკოვსკის შემოქმედება და შესაძლებელი ხდება, რომ ქართველმა ფუტურისტებმა, ახალგაზრდა ავტორებმა, პოეტებმა, რომლებიც ზოგი ქუთაისიდან კი ზოგი თბილისიდან შეიკრიბნენ და შექმნეს ეს გოგირდმჟავას სახელწოდების დაჯგუფება, თავისი ხმამაღალი განაცხადები აკეთონ. თუმცა ამ ხმამაღალ განაცხადებში მაინც იგრძნობა ანგარიშის
გაწევა ბოლშევიკური რეჟიმის ბოლშევიკური სინამდვილის მიმართ. იმიტომ რომ მაგალითად ირაკლი გამრეკელის ძალიან შთამბეჭდავი ფუტურისტული გრაფიკული ნამუშევრების გვერდზე ნახავთ ლენინის პორტრეტს ამავე ესთეტიკით დახატულს 1900 ეხლა პროექტორის საშუალება რო ქონდეს ლიგამუში რო ვიყო ცხადია ყველაფერს კიდევ ერთხელ შევავლებდით თვალს მაგრამ დამერწმუნეთ რომ ლენინის პორტრეტი ანუ კუბისტური ხაზებით დახატული პორტრეტია 24 წელია და ლენინის გარდაცვალებას ეხმიანება ცხადია ირაკლი გამრეკელი ამითი შესაბამისად ამ ჯგუფმა ძალიან ზუსტად იცის რომ ის ბოლშევიკურ საქართველოში იწყებს საქმიანობას ისინი არ ამბობენ რომ მანდამაინც იტალიური ფუტურიზმის ადეპტები არიან არც რუსული ფუტურიზმისაო არც ამას მიყვებიან ბოლომდე თუმცა ცხადია ესთეტიკური თვალსაზრისით H2SO 4 ნამდვილად არის იტალიური ფუტურიზმით შთაგონებული ჯგუფი 1925-26 წლებში უკვე საქართველოში ნათლად ჩანს რომ ლიტერატურაზე კონტროლის დამყარების ბოლშევიკური პერიოდი და ბოლშევიკური გეგმა უკვე სრულად გაძლიერებულია 1926 წელს იმართება ქართველ მწერალთა პირველი ყრილობა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება რომლის სრული სტენოგრამა არის საბედნიეროდ შემონახული და ჩვენ ვხედავთ რომ ქართველ მწერალთა პირველ ყრილობაზე შესავალი პლენარული მოხსენებით გამოდის არა რომელიმე ქართველი მწერალი, არამედ იმდროინდელი კულტურის კომისარი, ანუ შესაბამისად ის ბოლშევიკი, რომელიც კულტურაზე არის პასუხისმგებელი, ეს არის ფილიპე მახარაძე. ფილიპე მახარაძე დარბაზში შეკრებილ ქართველ მწერლებს გამოუცხადებს, რომ აი ეხლა თქვენ აქ ჯგუფ-ჯგუფად რომ ხედავთ, აქ ხართ სიმბოლისტები, აქ ხართ ფუტურისტები, ამათ გულისხმობთ აკადემიური ასოციაცია ცხადია კონსტანტინე გამსახურდიას თუ პავლე ინგოროყვას თუ ალექსანდრე აბაშელის და ვახტანგ კოტეტიშვილის დაჯგუფება ჩვენ ყველამ ვიცით მათი ცნობილი ფოტო როდესაც ისინი შავ-ჩოხაში ჩაცმულები დადიან თბილისის ქუჩებში და ამითი გამოხატავენ საქართველოს თავისუფლების დაკარგვის სადმი გლოვას შავ-ჩოხოსნების სახელით ცნობილი 4 ავტორი და სხვაებიც ცხადია იმ დარბაზში არიან შეკრებილები და ფილიპე მახარაძე ყველას გამოუცხადებს რომ დღეს თქვენ შეგიძლიათ თქვენი ესთეტიკის და თქვენი არჩეული ესთეტიკა სიტყვას არ ხმარობს სამწუხაროდ მან ეს სიტყვა კონტექსტში არ უხმარია ბოდიშით მე ასე ვთქვათ გავავრცელ მისი ნათქვამი ყველა შეგიძლიათ თქვენი არჩევანის ფარგლებში წეროთ მაგრამ თქვენგან მოვითხოვთ ერთ მთავარ რამეს რა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი პირობა რასაც ბოლშევიკი კომისარი უკენებს ქართულ მწერლებს ეს არის ბოლშევიკური რევოლუციის აღიარება და იმის აღიარება რომ ბოლშევიკური რევოლუციის პროცესთან მიერთებით ქართული ლიტერატურა მიუერთდა და ქართული საქართველოს მიუერთდა მსოფლიო პროგრესის და გაბწყინების გზას. ხო ეს გაბწყინების მეტაფორაც შემთხვევითი არ არის, მას მერე სტალინი ფართოდ გამოიყენებს და თუკი ყველას გვახსოვს როგორი იყო საბჭოური პოსტერების დიქოტომია, სწორედ ასე ჩანდა გაბწყინებული, განათებული და წითელი ფერებით მოცული საბჭოთა სინამდვილე და ბნელი და ჩაშავებული ფერებით გამოსახული დასავლური სამყარო, კაპიტალისტური სამყარო. ანუ ამ დიქოტომიის ნაწილი საქართველოს უკვე აშკარად ხდება 1925-26 წლებიდან, უკვე შეუძლებელია საქართველოს აღიაროს თავისი წრფელი მისწრაფებები, დასავლური მისწრაფებები, ყველა ხვდება რომ ეს დიდი ხნით ჩაიყარა წყალში. მინდა ვთქვა რომ 1921-დან 22 წლამდე დაახლოებით, როგორ ჩანს საქართველოს საზოგადოებასაც და ქართველ ავტორებსაც ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ჩიხში, ისეთ ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალი როგორ ჩანს დიდხანს არ იქნება. მათ ჯერ კიდევ ეგონათ, რომ შესაძლოა საქართველოს დაიბრუნებდა თავის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მაგრამ 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ეს საბედისწერო გზა სამწუხაროდ დიდი ხნით წაიყვანდა საქართველოს თავდაღმართში და შესაძლოა გადაჩეხავდა კიდეც უფრთხილში. რომელი ავტორების ენით ლაპარაკობს ბოლშევიკური რეჟიმი ამ დროს საქართველოში? ეს არის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია, რომელიც რუსული პროლეტარ მწერალთა ასოციაციის მიბაძვით და მისი მოდელით არის შექმნილი და ეს არის ის ასოციაცია, რომელიც 27 წელს ისევე გახდება საბჭოთა ტოტალიტარიზმის და რეპრესიების სამიზნე, როგორც მაგალითად
მაგალითად მაღალი მოდერნისტები თუ აკადემიური ასოციაციის წევრები იქნება ეს მიხეილ ჯავახიშვილი თუ აქეთ მხრიდან პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ნიკოლო მიწიშვილი. ანუ ეს მდგომარეობა უკვე 1926 წლიდან არის სრულიად ნათელი. და ქართველ პოეტთა ლექსებში ჩანს მოლოდინი, რომ ჩვენ გველის განადგურება, რომ საქართველოს და უშუალოდ თითოეულ იმ ავტორს, რომელიც საქართველოს სახელით წერს, არ უწერია დიდი დღე და დიდი მომავალი. ეს განწყობები ტიციან ტაბიძის ლექსებში ძალიან ნათლად ჩანს და მე მინდა გავიხსენო ტიციან ტაბიძის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლექსი სერგეი ესენინს. ლექსი დაიწერა 1926 წელს. ვიცით რომ სერგეი ესენინი რამდენიმე თვით ადრე მოსკოვის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. დღემდე არ დასრულებულა, ვიცით რუსულ ლიტერატურაცნობებაში და ისტორიაში ამ გარდაცვალების რეალური მიზეზების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ნინო ტაბიძის მოგონებით დღეს ხშირად მომიწია ამ მოგონებების ხსენება, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ის მემუარებია, რომლებიც ქართულ ლიტერატურულ სივრცეში საბჭოთა პერიოდში გამოიცა მართალია, მაგრამ საბჭოთა პერიოდის ბოლოსკენ გამოიცა, დაიწერა საბჭოთა პერიოდში და ნინო ტაბიძე ერთგვარი მოზომილი წესითაც წერდა ამ თავის მემუარებს. მაგალითად, მე პაოლო იაშვილის ოჯახის წევრებისგან, მისი შვილიშვილებისგან გამიგია, რომ მათ ოჯახშიც ინახება მოგონებები, მაგრამ ის მოგონებები იმდენად გრაფიკულად და იმდენად რადიკალურად არის დაწერილი, რომ ოჯახი ჯერ კიდევ თავს იკავებს მისი გამოქვეყნებისგან. ეს ერთ-ერთი ის ვერსია თუ რატომ გვაქვს ჩვენ არც თუ ისე ბევრი მასალა ქართველ მწერალთა მიერ დაწერილი და ღიად თუ შეფარვით დაწერილი ამ პერიოდზე. ნინო ტაბიძე იგონებს, რომ 26 წლის ზამთარში თბილისში ჩამოსულა ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომელთანაც ცისფერყანწელებს აკავშირებდათ მეგობრობა და აკავშირებდათ სიყმაწვილის წლები ისევ და ისევ. და მაიაკოვსკის და ტიციანს და მთელი ღამე უსაუბრიათ და იგონებდნენ ესენინსაც. როგორც ჩანს, ტიციან ტაბიძე მაიაკოვსკისთან იგებს რაღაც ისეთ მომენტებს ესენინის ცხოვრების ბოლო პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც მას მერე არასვენებს და წერს ამ ლექსს. ლექსი დაიბეჭდა იმ დროს ახლად გამოცემულ ჟურნალში ქართული მწერლობა, რომელიც წარმოადგენდა უკვე გაერთიანებული, ერთი საერთო იდეით გაერთიანებული ქართველი ავტორების ჟურნალს და არა კონკრეტული დაჯგუფებების ჟურნალს, როგორც მაგალითად ცისფერყანწელები გამოსცემდნენ ადრე ცისფერყანწელებს შილდოსას და მეოცნებები ნიამორებს, თუ აშორი 4 გამოსცემდა თავის აშორი 4-ს და მემარცხენეობას, თუ აკადემიური ასოციაცია გამოსცემდა თავის კავკასიონს და სხვა ჟურნალებს. ანუ ქართული მწერლობა უკვე აერთიანებს ქართველ ავტორებს და აქ იბეჭდება ტიციან ტაბიძის ლექსი სერგეი ესენინს. ამ ლექსში არის სტროფი, რომელიც ტიციან ტაბიძის პოსტრეაბილიტაციური გამოცემებიდან იქნა ამოღებული. ანუ უკვე 56 წლის შემდეგ ტიციან ტაბიძის სახელი დაბრუნდა ისე როგორც სხვა რეპრესირებული ქართველი ავტორებისა ქართულ სივრცეში და შესაძლებელი გახდა მათი ლექსების ხელახლა გამოცემა. ამაზეც აღტაცებული წერს ნინო ტაბიძე, რომ ბედნიერია იმითი, რომ ისევ გამოსცემენ ტიციანს და პაოლოს, მაგრამ ამ გამოცემებშიც კი საბჭოურ გამოცემებშიც ერთ-ერთი სტროფი არ ჩანს. სტროფი ჟღერს ასე: არ გამოცვლილა ხომ პოეზია, მუზები ცისკრის კარებს აღებენ, მაგრამ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია, ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ. ანუ ეს სტროფი არის ნათელი ხედვა და აშკარა ხედვა იმ მომავლისა, იმ სინამდვილისა, რომელიც შეიძლება გახდეს ქართველი პოეტების ბედისწერა. რაც არ უნდა კონფორმისტული ტექსტები დაიწეროს 30-იანი წლების საქართველოში, რაც არ უნდა აიძულოს ლავრენტი ბერიამ, რომ ყოველწლიურად 27-28 წლებში გამოიცეს სტალინისადმი მიძღვნილი კრებულები და ყველა ქართველი პოეტის 27 წელს ყველა ცოცხალი ქართველი პოეტის ტექსტი შედის და მერე უკვე რეპრესიების, როგორც ვიცით, რეპრესიები ძალიან გაძლიერდა ზაფხულის მერე 38 წელს უკვე ეს სახელები აღარ ჩანან, თუმცა სტალინისადმი მიძღვნილი კრებული მაინც ჩანს. შესაბამისად, ტიციან ტაბიძე ნათლად ხედავს თავის ბედს და ქართული მწერლობის ბედს და ის საუბრობს იმის შესახებ, რომ სინამდვილე არის ძალიან ძაფრი, ძალიან
ძალიან ტრაგიკული. ჯობს აღარ ქონდეს სულად სამშობლო და არ იყოს ასე ლამაზი, ცხადია გულისხმობს იმას, რომ საქართველო არის ის ტრაგიკული სინამდვილე, რომელიც ქართველი ავტორებისთვის სამუდამო თუ არა მათი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად დაკარგულია. რა მოხდება ტოტალიტარულ პერიოდში? ბოდიში რომ მე ვაგრძელებ ჩემს გამოსვლას, იმიტომ რომ ჩვენი შემდგომი გამომსვლელი მათე ციკლაური სამსახურიდან მოდის და უნდა შემოგვიერთდეს წუთი-წუთზე. შესაბამისად, თუ არ შეგაწყინეთ თავი, უკვე ტოტალიტარულ პერიოდზეც შემიძლია რომ გადავიდე. ტოტალიტარული პერიოდი საქართველოში, სტალინურ ტოტალიტარული პერიოდი იწყება აღმშენებლობის ლოზუნგებით და აი მათე უკვე აქ არის და სრულდება ძალიან დრამატული და სასიკვდილოდ განწირული ქართული ლიტერატურის ხმებით და თუმცა ეს ხმაც ჩვენ რამდენიმე ათეული წლის მერე თუ მოგწვდათ. ყველამ ვიცით რომ 37 წლის რეპრესიების შემდეგ ყველა ეს რეპრესირებული ავტორის სახელი ამოღებულია ქართული საზოგადო საჯარო სივრციდან, ისევე როგორც მათი წიგნები ამოღებულია საბიბლიოთეკო ფონდებიდან და ოჯახებიც გადამალავენ ხოლმე ამ წიგნებს. მხოლოდ პოსტ-სტალინურ, პოსტ-ტოტალიტარულ პერიოდში ბრუნდება და ისიც საბჭოური ინტერპრეტაციით. ბოლომდე ღია და თავისუფალი საუბარი ქართული მოდერნიზმის თაობაზე. იმედი მაქვს დამეთანხმებით, რომ პოსტსაბჭოური პერიოდის დადგომამდე იოლი არ იყო საქართველოში და არც ხდებოდა თამამად. ანუ ეს სინამდვილე ჩვენ კლავ დაგვდევს. ჩვენ ვერ გამოვედით ამ ტრაგიკული თარიღების ისტორიიდან, იმიტომ რომ ამ თარიღებმა ჩვენ მოგვიტანა ის რეალობა, რომელშიც დღესაც ვცხოვრობთ. საქართველო დღესაც არ არის ბოლომდე თავისუფალი. საქართველოს უწევს ბრძოლა იმავე ღირებულებებისათვის, რომლისთვისაც იბრძოდნენ 105 წლის წინ ქართველი მწერლები. შესაბამისად, ეს ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ ამ თარიღებზე მშვიდად ვისაუბროთ, როგორც წარსულ ისტორიაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაგვდევს თან, მაგრამ ჯერ კიდევ ის ჩვენს გვერდით არის ეს დღეები. მადლობა დიდი. ახლა გადავცემ სიტყვას შედარებული ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს მათე ციკლაურს. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ძალიან დიდი პატივია დღეს 2 სიტყვა გითხრათ თქვენ და მოგიყვეთ იმ განცდებზე, რომლებიც მე გამიჩნდა ამ ამბების შემხედვარეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავს დატეხილი ამბების შემხედვარეს და გაგიზიაროთ ჩემი ეს ყველა გულწრფელი შთაბეჭდილება. პირველ რიგში იმის გამო, რომ მე უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, უცხო არ არის ჩემთვის აკადემიურ გარემოში, აკადემიურ თავსატეხებზე, აკადემიურ გამოწვევებზე საუბარი, მაგრამ მაინც ძალიან ამაღელვებელია ეს ამ რამდენიმე გულწრფელი სიტყვის თქმა. მინდა ეს სიტყვები დავიწყო დღევანდელი დღის გახსენებით. მე მიყვებოდნენ ძალიან ხშირად ჩემი მშობლები, რომ ეს იყო დრო, არსებობდა საქართველოში დრო, როდესაც ამ 25 თებერვალს ასწავლიდნენ როგორც ბედნიერების დღეს, ასწავლიდნენ როგორც ზეიმის, გამარჯვების, ქვეყნის განათების და გაფერადების და მე კი გულწრფელად ბავშვურად სულ მიკვირდა და აღმოვაჩინე, რომ მიკვირდა ძალიან სწორადაც, რა შეიძლება იყოს იმაზე მწარე, ვიდრე არის თავისუფლების დაკარგვა. რატომ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენ ეს დღესასწაული? რატომ უწერდნენ ადამიანები ამ ამბავს ლექსებს? ზოგჯერ ეს ძალით და დაშინებით ხდებოდა გასაგებია, მაგრამ რატომ გინდებოდა ეს ნარატივი და რა უხაროდა მაშინ იმ ბინძურ, შეგვიძლია ასე თამამად უწოდოთ, იმპერიას, რომელიც ამ ყველაფერს ამკვიდრებდა და რა იყო ამ ქართველების მთავარი ამბავი. ეხლა 25 თებერვალთან დაკავშირებით მინდა რომ ივანე ჯავახიშვილის სიტყვები გავიხსენო, რომელმაც სტუდენტებს უთხრა
რომ ჩემი მოვალეობა მოგიწოდებდეთ თქვენ კალმისაკენ, მაგრამ დგება სამწუხაროდ ქვეყნის ისტორიაში ისეთი მომენტები, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ გვერდით ეს კალამი და ვიბრძოლოთ იქ ზუსტად, სადაც საჭიროა ეს ყველაფერი. მაგრამ ასევე ვიცი, რომ არსებობდა მე-20 საუკუნის პატრიოტული ელიტა, რომელიც არ ეგუებოდა ამ რუსული ნარატივის დამკვიდრებას. იბეჭდებოდა ანტირუსული, ანტისაბჭოური ლექსები. მე ხშირად ყოფილა, რომ ამას მთელი რედაქციაც კი გადაჰყოლია, მაგალითად კოლაუნ ნადირაძის ლექსის, პოპულარული ლექსის 25 თებერვლის დაბეჭდვას. მაგრამ საბოლოოდ ყველა ის გზა მიდიოდა იქამდე, რომ ჩვენ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება გადავიხადოთ რაღაცა ფასი ჩვენი სამშობლოს სამსახურში. რა შეეხება ამ 25 თებერვალს მინდა რომ ისტორიულ წარსულში დავრჩეთ და ეს ისტორიული წარსული ჩვენ მტკიცედ გვეუბნება რომ საქართველო არის განათლებისაკენ და შემეცნებისაკენ მიდრეკილი ერი და ეს ფრაზები რომელიც ჩემს უკან არის ბანერებზე გამოტანილი არაფერია თუ არა კიდევ ერთხელ შეხსენება ამ სიმართლისა და ამ ქართული ჭეშმარიტად ქართული ტრადიციის მე-19 საუკუნის არაბი მოგზაური იბნ ჰაუკალი ჩვენზე ესეთ სიტყვებს ამბობს, რომ ეს არის ერი, რომელიც ღიად და კეთილად დახვდება, გაუღებს ყველას კარს იმ ადამიანებს, ვინც შემეცნებისაკენ არიან მიდრეკილნი, იმიტომ რომ ასეთები არიან ისინი თავადაც. ჩვენი ისტორიული არჩევანი ყოველთვის იყო ამ შემეცნებისაკენ სწრაფვა. ჩვენ წერდით ამაზე ლექსებს, რომ თუ კაცსა ცოდნა არ აქვს, გასტანჯავს წუთის ოფელი. ჩვენ ქმნიდით ყოველთვის ისტორიულ რეალობაში იყო სულ თუ უკანწავალთ ანბანი მე ამას მოყვა ვახტანგ გორგასლის ეპოქა და ჩვენი პირველი შესანიშნავი ქართული მოთხრობა და ესეც რა თქმა უნდა არის განათლების გამოძახილი. ასევე სულ ეწყობოდა ინსტიტუტები, სულ ტარდებოდა ღონისძიებები, იქნებოდა ეს გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია, მთარგმნელობითი სკოლები, შემდეგ უკვე მე-20 საუკუნეში თუნდაც ზვიად გამსახურდია ესეისტიკა, რომელმაც არ გადაუხვია ამ ტრადიციას, ამ გზას და მხოლოდ ამ დასავლელ ავტორებზე წერით, მხოლოდ ქართველი მკითხველის ლიტერატურული გემოვნების ამაღლება კი არა, იმ ნარატივის და დისკურსის ხაზგასმასცა და რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საბჭოებთან საერთო, რომ ჩვენი ფასეულობები არის მტკიცედ დასავლური და ამდენად მართალი და მყარი. როდესაც ასეთი ამ თემაზე საუბრობ, განსაკუთრებით უფრო საპასუხისმგებლო ხდება ჩემთვის ამ კიბეებზე დგომა. იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტიც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც, ყველა თავისი პროგრამით, ყველა იმ თავისი ღონისძიებით, რომელიც არაერთხელ გაატარა მან და არაერთხელ აჩვენა, რომ ერთგულია ილია ჭავჭავაძის გზის, ზვიად გამსახურდიას და სხვათა გზის არის კიდევ ერთხელ შეხსენება ჩვენი ამ გამოძახილის. ახლა რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, მე შეიძლება არ მქონდეს იმდენი და ისეთი ხანგრძლივი სენტიმენტები და მოგონებები, როგორც ბევრ თქვენგანს, რადგან ჩემი და ამ სასწავლებლის მეგობრობა აგერ უკვე მეორე წელია, რაც არსებობს. ეს იყო დრო, როცა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამამ კარი გაუღო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მქონდა ლიტერატურული ინტერესები, უნდოდა რომ ესწავლა ეს საკითხი და ამ ტრადიციას შეუერთდა, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან არსებობდა უკვე და იყო ძალიან პოპულარული. შეუერთდა იმ დასავლურ ფასეულობასა და დასავლურ ნარატივებს. განათლება როგორც აღნიშნეთ, არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი და რუსეთი ძალიან ხშირად და ყოველთვის პრინციპში ურტყამდა ხოლმე იმ მთავარ ბურჯებს, რომელიც იყო საქართველოს მარკერი, საქართველოს სავიზიტო ბარათი დასავლური ფასეულობების დამკვიდრების გზაზე. მაგალითად მახსენდება გერონტი კიკოძის ისეთი წერილი ჩაკუჩიანი მამაკაცი, სადაც იქ საუბარია ჩაკუჩზე როგორც სიმბოლოზე ქართული ტრადიციის და ხუროთმოძღვრებისა, მახვილზე როგორც სიმბოლოზე თავისუფლების დაცვისა და ასევე იქ არის ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს დავუმატოთ
კალამი როგორც ცოდნის სიმბოლო, რომელიც ახლა არის განსაცდელში. ადამიანი კი, რომელსაც არ აქვს განათლება, არ არის ძლიერი და მას მხოლოდ წუთი სოფელი კი არ გასტანჯავს, არამედ ის ვერც ჩაქუჩს, ვერც ჯვარს, ვერც მახვილს ვერ აიღებს ხელში. ამიტომაც რუსეთი ყოველთვის ებრძოდა აი ამას, ყოველთვის ცდილობდა რომ ეს გაეკეთებინა სამწუხაროდ უფრო და უფრო ქართველების ხელით და დღესაც ეს ყველაფერი გრძელდება. ოდესღაც ჩემთვის ეს იყო ისტორია, ისტორიული გამოცდილება და ღრმად მჯეროდა რომ აღარასოდეს აღარ დაუბრუნდებოდით იმ რეალობას. მაგრამ როცა ვხედავ როგორ შეუძლია ვიღაცას გამოვიდეს და თქვას უნივერსიტეტზე და იმ ბრწყინვალე პროგრამებზე, რომლებიც მას აქვს, რომ ეს არ გჭირდება, რომ ასტროლინგვისტიკა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა და ვიდრე ნებისმიერი სხვა ის პროგრამა, რომელსაც თქვენ აშენებდით აქ მრავალი წლის განმავლობაში. ეს მაგონებს, რომ ზუსტად ასე ლაპარაკობენ, როცა ამბობენ, რომ გიორგი ანწუხელიძე არის დაღუპული ვიღაცის უბრალო პიარისთვის. ზუსტად ასე თქვა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა, რომ მარო მაყაშვილი რუსებმა კი არ მოკლეს და რუსულ აგრესიას კი არ შეეწირა, არამედ ის რაღაცა მთავრობის ახირებებს, მაშინდელი მთავრობის ახირებებს მოყვა. ეს არის რომ არ იცვლება შინაარსი რუსული იმპერიალიზმისა. შეიძლება მან შეიცვალოს ხანდახან ფორმები, მაგრამ ძირეულად ის მაინც რჩება უდაოდ იგივე. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს და ამ ბრძოლაში გამარჯვება გარდაუვალია, იმიტომ რომ გამორიცხულია დამარცხდეს ილია ჭავჭავაძის ტრადიცია, რომელიც კიდევ ერთხელ მიუბრუნდა 1860 წელს და მის თანამებრძოლებთან ერთად, როგორც 60-იანელთა თაობა კიდევ ერთხელ მიუბრუნდა იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ოდითგანვე ვაშენებდით და ამაზე მოგახსენეთ, რომ იქნებოდა ეს ანბანი, ვეფხისტყაოსანი, მთარგმნელობითი სკოლები თუ სხვა თუ სხვა. როდესაც ჩვენ ამ მთარგმნელობით სკოლებს ვუბრუნდებით და ვიხსენებთ, იქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დისკურსი, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კარგად უნდა გავიაზროთ, კერძოდ ის, რომ როგორც აღვნიშნეთ, ეს არაა უბრალოდ ლიტერატურული გემოვნების ასამაღლება. აი, რომ გადავხედოთ ზვიად გამსახურდიას, განსაკუთრებით ესეისტიკას, იქ ნახავთ, რომ ის სულ საუბრობს სენდბერგზე, რობერტ ფროსტზე, უოტ უიტმენზე, პერსი ბიშ შელიზე, სხვა დასავლელ ავტორებზე. აი, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქართული კულტურა დადგეს დასავლურ კულტურასთან ერთად და რომ ის ფაბულა, რომელიც ოდესღაც ჩვენმა პოეტმა თქვა, რომ დაუდგეთ ერთად სხვაერთა შორის, ჩვენი საუნჯით, ჩვენი მთავარი საყრდენებით ეს ყველაფერი ასრულდეს. ეს ილიას უნივერსიტეტიც ახლა მიმაჩნია ყოველგვარი გაბუქების გარეშე, რომ არის ის ბურჯი, რომელსაც ამჯერად თავს დაესხა რუსული იმპერიალიზმი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოაშოროს საქართველოს ერუდირებული საზოგადოება, რომელსაც ჩვენ სულ ყალიბდებოდით ამ ერუდირებულ საზოგადოება და ამიტომ არის ეს ძალიან მტკივნეულიც, ამიტომ არის ეს განსაკუთრებულად ძვირფასიც. მოგახსენეთ მე სენტიმენტებზე და მინდა გითხრათ, რომ როცა აკადემიურ გარემოში შევაბიჯე, პირველად ეს იყო გულისხმობ უკვე უმაღლეს განათლებას, ეს იყო თავისუფალი უნივერსიტეტი და საერთაშორისო ურთიერთობები, მაგრამ სიმბოლოები მიყვარს ძალიან. ეს იყო ოდესაც რომ თავისუფლებას, როგორც ამ სიტყვას, კახაბენდუქიძის ხსოვნას შეიძლება უერთგულე ბავშვურად, მერე იყო ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და სიმბოლოებზე გიყვებით და ვამბობ, რომ აი ეს ევროპულობაც ამ ნიადაგზე არის და ახლა ვარ იმ დაწესებულების ნაწილი, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, იმიტომ რომ აი ნამდვილად არ არის წამი, როცა ილია ჭავჭავაძის ფოტოს დავინახავ და ის განსაკუთრებულ ღიმილს თან სევდას და ამ ყველაფერს არ მომგვრის. ერთი კიდევ ძალიან ძრო არ გამიგრძელდეს, რადგან მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის
ეგზარქოსის ამბავი თბილისს უნახავს ძალიან ბევრი ხანძარი. მე წიგნების დაწვა ოდესღაც წარმოვედგინა, შეიძლება და უცბად ასოციაციურად შეიძლება გაგვახსენდეს ის ცნობილი ტექსტი, სადაც წიგნებს წვავენ. თბილისს უამრავი ხანძარი, ეს ზოგჯერ იყო ბომბებისგან გამოწვეული, ზოგჯერ რაღაც უფრო ძველი ისტორიული გამოცდილებიდან, მაგრამ ის რომ ქართულ კულტურას, როგორც განათლებას, ქართულ საქრისტიანო ტექსტებს ესე წვავდნენ საჯაროდ, აი ეს კი ნამდვილად არის სიმბოლო ამ ყველაფრისა. აი ამ ყველაფრის მსახურია ის, ვინც გადაწყვიტა, რომ ილიას უნივერსიტეტს დაუპირისპირდეს და ეს ხომ არ არის მხოლოდ ამ სასწავლებელთან ბრძოლა. ეს არის ბრძოლა საქართველოს მთავარ ფასეულობებთან, მთავარ იდეალთან და ყველა იმ ტრადიციის ფეხქვეშ გათევლა, რომელიც აი ეს ჩვენს საამაყო წინაპრებს შეუქმნიათ საქართველოში. ბურჯების მორყევაზე გითხარით და იმასაც აღნიშნავ, რომ ეს ჩვეული ნარატივი იყო, მაგალითად ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ ხართ მე-19 საუკუნის ერი, რომელსაც მანამდე არაფერი არ შეუქმნია, ესე იგი ის რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რითიც ძალიან ვამაყობთ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ტყუილია, არსაიდან მოსულა, რომ ღირებულება ამას ყველაფერს არ აქვს და ხშირად ამას აკეთებდნენ კიდევაც სამწუხაროდ ქართველი კოლაბორაციონისტების ხელით. აი ეს კოლაბორაციონისტები გადმოვიდნენ ახლა დროში და ისევ იმ საქმეს სამწუხაროდ ერთგულად ემსახურებიან, რომელიც წარსულმა ბოროტმა ძალებმა დაიწყეს. მე მახსოვს აკაკი ბაქრაძეს უწერია ერთ-ერთ წერილში, რომ ისეთი დრო იყო, აი მაგალითად ვაჟა-ფშაველა წერდაო მტკიცებით, რომ ეღირსება ლუხუნს ლაშარის გორზე შადგომა, რომ ეს არის ჩვენი გარდაუვალი თავისუფლება და გამოდიოდა ივანე ჯაბადარიო და ამბობდა, რომ ქართული კულტურა ეს არაფერი არ არის, ეს საიდანღაც რაღაც ნარევებით შეკოწიწებული კულტურა, მაგრამ საბოლოოდ ყველამ აქ იცოდა სიმართლე. ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენი გზა და არჩევანი არის გარდაუვალი გამარჯვების არჩევანი, რომ შეიძლება ადამიანმა დაანგრიოს შენობები, გააუქმოს სასწავლო პროგრამები, მაგრამ ის ვერაფერს ვერ დამართებს იდეას, რომ ჩვენი თავით ჩვენადვე გვეყუდნეს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ილია ჭავჭავაძემ გზავრის წერილებში პორუჩიკიანის თავარ თვისებად აირჩია, თავარ მანკიერთვისებად აირჩია უმეცრება. ეს არის კაცი, რომელსაც არ შეუძლია კულტურული პრიორიტეტების დაალაგება და იზლერის ბაღი მიაჩნია ყველაფრის გულად. ეს არის ადამიანი, რომელიც განათლებას განსაზღვრავს გენერლების რაოდენობით, რაღაც სისულელეს დაუძახებს დიდ გამოგონებას, და არის ცრუ და აი ეს ილიას ტერმინები, რომ უმეცრების ფართიფურთი, რომ ეს ცრუ აქტიურობა, როგორც ქვეყნის გადამჩეხი ხრამში, საიდანაც ამოსვლა ძალიან რთულია, ამ ყველაფერს უნდა მივაქციოთ მუდამ ყურადღება. იმიტომ რომ ეს დაწესებულებაც თქვენც ყველა ერთად და რაზეც ვისაუბრეთ, არის ქვეყნის მომშორებელი იმ დაჭაობებული მდინარიდან. ქვეყნის მომშორებელია პორუჩიკი ენისაგან, მეეტლეიამჩიკისაგან, ის ქვეყანას აახლოებს იმ ფრანციელს, რომელმაც ოდესღაც ხელი გამოგვიწოდა და დაგვიბარა, რომ თუ ოდესმე შევხვდებით კიდევ ვთხოვთ მიცნობდეთ. არ არსებობს, რომ ყველაფრის დანგრევა შეიძლება ესე, ყველაფრის დაწვა, მაგრამ გამორიცხულია, რომ რამე მოუვიდეს იდეას, რომელიც საუკუნეები იწვთობოდა ქართული პატრიოტული ელიტის მიერ. ამიტომ ჩემი გამოსვლის და სიტყვის ბოლოს მინდა გავიხსენო ის ყველასათვის კარგად ნაცნობი წერილი, მისაოცი წერილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გააგზავნა. და აი მე დარწმუნებული ვარ და გულწრფელად ამისი მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს დროება, რომ გაუგზავნოთ მისაოცი წერილი იმ ჩვენ წინაპრებს, რომლებიც ასე ერთგულად ემსახურდნენ საქართველოს. და მიხარია, რომ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში ნაწილი ვარ მეც ამ ტრადიციის დაცვისა. უღრმესი მადლობა ყველას.